როგორც დაახლოებით ასე ჟღერს, მაგრამ მე მართლა არ ვიცი, ვთქვით რომ მე უშევ რომ შეიძლება ორი ვერსია იყოს. პირველი ვერსია რომ ეს დაწინაურება, შეიძლება იმაზე ავაგოთ რომ კობახიძე დიდრადე სულ ერთად მუშაობდნენ და კობახიძესთან შენობაში იქნება ის რომ აპარატი არ იქნება ეს პირიქით უნიშნელოა, იმიტომ რომ ვიცე-პრემიერია და თავრობის ადმინისტრაცია ზუსტად რომ საკმარისი იქნება, ბოლოს შინით ვიღაცას აიყვანენ და ეგ იქნება. ანუ არ ამგონი რომ ეს ტექნიკურად დიდი პრობლემა იყოს, ვიცე-პრემიერი თუ ხარ, საკმარისი ხალხი გეყოლება თუ რამეს აკეთებ. მეორე ის რომ სპიკერი დააკლა, ეს ფაქტია, ეხლა რომ შეხედოთ რა სპიკერები ყავთ ქართულ ოცნებას, ეხლა სად ისინი და სად უნდაძე მინიმუმ გამოცდილების კუთხით. ამიტომ ამ კუთხით თეორიულად შეიძლება ეს რა თქმა უნდა დაწინაურებაც იყოს, მაგრამ უბრალოდ ჩვენ ქვეყნის რეალობიდან სუსის უფროს იმდენად მაღალი თანამდებობა, რომ აი არანაირი ვიცე-პრემიერი ახლოსაც არ მიდის. და რთულად წარმოსადგენია ხარ, შენ თუ წდომა არ გაქვს საიდუმლოებაზე, უშუალოდ ჩართული არ ხარ მართვის პროცესში, რა უნდა აკონტროლო და რა კოორდინაცია, მე მართლა ვიტყვი არ მესმის. მით უმეტეს არავის არ უთქვამს, რომ საჭიროა რამე კოორდინაციაო, რა პრობლემა გვაქვსო. აი როგორ ფიქრობ, როგორი ტიპის სუსის ხელმძღვანელს ეძებს ივანიშვილი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ცვლის სუსის ხელმძღვანელებს, ხო? ილუაშვილის შემდეგ იყო ჯერ ოხანაშვილი, მერე მდინარაძე, ახლა გელაგელაძე. არ ვიცი, მაგრამ როცა ძალიან დიდი ძალაუფლება კონცენტრირდება რაღაც უწყებაში, ის ბუნებრივად საშიში ხდება და ალბათ მთელი პრობლემა ის არის, რომ ვინც არ უნდა დანიშნო, რამდენადაც სანდო ადამიანი არ უნდა იყოს, რაღაც მომენტში მე ეჭვები გიგროვდება. ალბათ მეგონი პრობლემა ამაშია, აი ზედმეტად კონცენტრირება მოხდა ძალაუფლების რამდენიმე უწყებაში. იგივე შსს პრობლემაა, ძალიან დიდი უწყება, ცენტრალიზებული და ასე შემდეგ და ამიტომ მეგონი ეს უფრო პრობლემაა და მე უბრალოდ ახლა ბიზნესაშვილის თავში ვერ ჩავძრები და წარმოგდგენდა მართლა ის არის შეიძლება დაწინაურება მართლა სიმართლეს ამბობ ბოლოს გენერალი გახდა ადამიანი და გენერალი გახდა და მალევე მოხსნეს ანუ რაღაც უცნაურად გამოიყურება ყველგან ეს ისტორია მაგრამ ის რომ ასეთი ივანიშვილის პირობებში ასეთი კონცენტრაცია მოხდა რაღაც უწყებაში ძალაუფლების და ეს შეიძლება სულ პრობლემა იყოს მისი გადმოსახედიდან და ამიტომ ხალხს ვლიდეს ეს მეგონი ისეც ცხადია და უშვებ რომ კობახიძეს გაშვების წინაპირობაც იყოს ეს ამბავი ესეთი ვერსიაც მესმის მაგრამ მე სულ მერიდები ამ ჭორებს იმიტომ რომ აი ბიზნესაშვილის მართლობის სტილი ასეთია ბევრი ჭორი გაუშვა და იქიდან ერთი მართალი იქნება რა თქმა უნდა იმიტომ რომ მაშინ არ დაგიჯერებენ დანარჩენ ჭორებში მაგრამ უმეტესწილად 10-დან 9 ნამდვილად ტყუილია ხოლმე და ამიტომ რადგან მე ასეთი ბევრი ჭორი გამიგე, რამდენჯერ გამიგე რომ ლილუაშვილი პრემიერი უნდა გახდეს. ალბათ თქვენს გქონიათ ასეთი მოგისმენიათ სადღაც ოდესღაც, მაგრამ ანუ ხან ლილუაშვილი უნდა გახდარიყო პრემიერი, ხან ვიღაცა და ეს სულ ხდება რა, ღმერთმა იცის რა ხდება. ხო და ამიტომ უბრალოდ დაველოდოთ მინიმუმ რამდენიმე თვეში გამოჩნდება დინარაძეს უფრო მეტი თუ აღმოჩნდა რომ ისე სპიკერი არ ყავთ, ისე არ იყოს მოწოდე, ესე იგი დააქვეითეს. თუ აღმოჩნდა რომ პირიქით აქტიურია და რაღაც გადაწყვეტილებას იღებს და შემდეგ პირიქით. ამიტომ დავაკვირდით გამოჩნდება და მე კობახიძეზეც უფრო მეტი პერსონალი. სანდრო, ასევე მინდა გკითხოთ სხვა თემებსაც რომ შევეხოთ ხელისუფლებაზე ვილაპარაკეთ და მოდი ახლა ოპოზიციაშიც ვისაუბროთ. ალიანსში მიმდინარე პროცესები როგორ გამოიყურება თქვენთვის გულისხმობ 9 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარ ალიანსს, სადაც ძალიან მსუბუქი რომ ვიყო გაუგებრობას აქვს ადგილი, ამას ვადევნებთ უკვე მეორე თვეა და ამ გაუგებრობის მთავარი ფიგურანტები არიან თავად ალიანსში შემავალი ძალები და მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. რა ხდება? ვის ხდება, რაც უნდა მოხდარიყო, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო ეს ალიანსი თხას და შინარჩუნებული იყო, იმიტომ რომ ისეთი უცნაური ხალხი შეიკრიბა, რომელიც ერთი მხრივ ყველა მიხეილ სააკაშვილის ხმებზე ნადირობს და მეორე მხრივ ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებს. ამიტომ ისეც გასაგები იყო, რომ ესენი დაიშლებიან, უბრალოდ როდის დაიშლებიან და რა ფორმით ეს არის გასარკვევი. ერთ-ერთი რომ ამ შემთხვევაში უბრალოდ მიხეილ სააკაშვილი მგონი 100%-იანი მართალია. ალიანსთან 100%. რა მხრივარი მართალია. რაც პოსტებს წერს, აი ძალიან ეხლა შეიძლება სპეციფიკური ნაწილები ნაკლებად საინტერესო იყოს, მაგრამ რაც ალიანსის კრიტიკაა, წარსული იქნება ეს თო ზოგადად ეხლა რაც ხდება, მე არ ვიცი, მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. ანუ აქედან ალიანსის მხრიდან არანაირი კონტრარგუმენტი არის, გარდა იმისა, რომ ნუ გლაძღავთ. და როგორ არ შეიძლება მეკაცო, შეიძლება ჩემი მეგობარიც კი გავაკრიტიკო და თუ რაღაც ეჭვი შევიპარე, რაღაც საჯარო პროფესიაში ვართ, რაღაც საჯარო პროცესიც იყოს ეს. ეს ძალიან ბუნებრივია პოლიტიკაში. და არგუმენტი, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ხელშეკრულება დავდეთ, რომ ერთმანეთს არ გავაკრიტიკებთ, თუ უხერხულადაც გამოიყურება, მით უმეტეს თუ ამბობ, რომ ერთი პარტია არ ვართ. ერთი პარტია რა ყოფილიყვნენ? იტყოდა რომ შიდა პარტიული ამბავია და შინ გავარჩიეთო და თვითონ ამბობ, რომ ეს არის ერთი პარტიაო, არის წინასაარჩევნო გაერთიანება, ეს კონკურენტები არიან. ყველა მიშას ხმებზე კონკურენციას აპირებს და კიდე მიშა ხმა არ ამოიღოსო და ეს ისეთი შეურაცხყოფაა ჩემი აზრით, რომ უბრალოდ აი მე რომ მიშისტი ვიყო, ახლოს არ გავეკარებოდი ამ ხალხს. ერთ-ერთი რაც ძალიან ნათლად ჩანს
შეიძლება 1-2 ადამიანის იქეთ მიშას არ უჭერენ მხარს ნაცები. აი ძალიან, იმიტომ რომ აი ეთყობა კიდეც, რომ რა ამბავში. აი რაღაცნაირად არის გზნობა ენთუზიაზმი, რომ აი თუ დავიწყეთ, თუ ერთი თქვით, ერთი ნაბიჯი გადა, მაშინ მეორეც უნდა მიაყოლო. ასე რომ ჩვენ აი რომ თქვენ ეთერებშიც რამდენიმე ადამიანი მინახავს, რომ ჩვენ ერთობა გვჭირდება, ერთობა შევინარჩუნოთ. შამაც თქვა დემარშს არ საიდან არ ვაპირებდა, არც არ საიდან გამოსვლასო, ხო? ხო, მაგრამ შეიძლება იქიდან პირობითად 1-2 ადამიანის გაგდებაზე ჩალიჩობენ თვითონ ნაცები, რომ ამალისნენ გააგდონ, თვითონ ერთი ნაცმოძრაობა გამოვიდეს. უფრო ნაცმოძრაობას თქვათ, უფრო კონტროლირებადი მათ მხრიდან. შეიძლება სხვა გეგმები აქვთ, მაგრამ ასე ვთქვათ, რომ ეს არაფერი არ მოხდა და მოდი დავივიწყოთ, როცა ასეთი შეფასებები ხდება, ურთიერთშეფასებები, ასეთი კომენტარები წერება. თან მართლა ბოლოს ხონდა გაარკვიო, რომ მე თუ ბრალს გდებ შენ, რომ შენ ფული აიღე ბიზნესგან და აი ეს მოსყიდული ხარ, ან ვიღაცას გდებ, რომ ეხაც ასეა, თუნდაც პატარ-პატარა რაღაც დათმობების სანაცვლოდ რაც თვითონ მიშან დაწერა, ეს როგორ შეიძლება ნორმალური იყოს? მე ვთქვი წავინგენე რომ 1/10 იმისა რაც ნათქვამია გვარამიაზე, მასე რა ვიცი, ჩერგოლეშვილს და ამ შემდეგ 1/10 აი იგივე ხარისხის მტკიცებულები ჩემ წინამდე იყოს გადაგვივლდნენ, გაგვასწორებდნენ და მიხეილ სააკაშვილი ამას ამბობს თავის პარტნიორებზე, მიხეილ სააკაშვილს ახლა ნაცები მინიმუმ უჯერებენ. როგორ შეიძლება ეს არ იყოს გარჩევის საკითხი და არ იყოს დისკუსია, როგორ შეიძლება რომ გვარამია გაურბოდეს დებატებს? და არ ჯდებოდეს და არ ხსნიდეს დეტალურად ყველა კითხვაზე პასუხი არ გასცეს. ისთან დებატებს გაურბის. ნუ ჩვენთან თუ გაურბის ნაცებს ვინმე ხომ მოიძებნება? აი ნაცებში ხო არის ვინმე ერთი ადამიანი, ვინც გაბედავს მიშას სიტყვები დაიცვას. ეს ბრალდებები ახსნას. როგორ შეიძლება გილაურთან კითხვები გქონდეს და არ ქონდეს კითხვები გვარამიასთან? ეს ხო უბრალოდ რაღაც ბიპოლარული აშლილობა უნდა გქონდეს, რომ ასეთი რაღაც მოიგონო, ხო? ჩვენ ხო ყველას გვესმის, რომ თუ გილაურთან კითხვები გაქვს, მის ფულთან, მის პოზიციასთან, ესე გვარამიასთანაც გაქვს. ხო და მე არ გზნობ ენთუზიასტ ნაცებში. ანუ ცალკეული მაგალითად რა ვიცი, ანიწითლიძე და რაღაც შეიძლება უფრო აქტიურები არიან და ცალსახად პოზიციას გამოხატავენ, მაგრამ ძალიან ბევრი მათ შორის ცნობადი სახეები ნაცები ძალიან პასიურები არიან. და რატომ, როგორ ფიქრობ? არ ვიცი, მაგათ კითხეთ. ანუ ცალსახა მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ძალიან ცალსახაა. გასაგები ხა ციხეში ხა შეიძლება მით უმეტეს რომ დაინახო რომ შენიანები არ გეხმარებიან და არ მოყვებიან ბრძოლაში, ხა შეიძლება თავი არ გაიგიშო, მაგრამ ადამიანის 60% ლამის წინასაარჩევნო კამპანია აქვს მოწყობილი. მიშას? ხო, ანუ ისეთი აქტიურია, რომ აი ასე ძალიან აქტიური. ასე უნდა იქცეოდეს წინასაარჩევნო პერიოდში მე მგონი ნაცების ლიდერი. და ბუნებრივია, მაგრამ ამ შემთხვევაში რამდენიმე ადამიანი, ასე ვთქვათ, აყვა და მიყვება დაპირისპირებას და რამდენიმე ადამიანი აბა ჩვენ მაინც დავშვიდეთ, ერთობა გვინდა და რაღაცა და ვიდეო უცნაურია და ამიტომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილს დაუკლოს ეს გრადუსი რაღაც ეტაპზე, მაგრამ თუ ნაცები არ მიყვებიან თავის ლიდერს, ესეც მინიმუმ საინტერესოა და აი ეს დისკუსია, თუ პრეტენზია წაუდგინა მიხეილ სააკაშვილმა ახლების ან ვიღაც სხვა წევრს ამ ალიანსის. როგორ შეიძლება რომ ამ ალიანსის ერთი წევრი მეორე ნაცმოძრაობის რომელიღაც წევრთან არ დებატებდეს? ჩვენ სიამოვნებაში ჩავერთვებით უსაჭიროა, მაგრამ უბრალოდ ეს მათიში და გარჩევაა, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ გვაწყობს, რომ პოლიტიკური ველი იყოს გასაგები. რომ რაღაც აი ფეიქ პარტიები არ იყოს და ენერგია არ იხარჯებოდეს, მათ შორის ჩემი ეთერი, რომელიც შეიძლება დაგვეხარჯა რაღაც სხვა თემაზე, არ იხარჯებოდეს მათ გარჩევაზე, მაგრამ მეც მესმის, რომ კი მნიშვნელოვანია ახლა თუ რაღაც პარტიების გაერთიანებაში 20% რეიტინგი აქვს ჯამში, შეიძლება მეტიც. ნუ ალბათ მათი ჩხუბიც მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემი საუბარი პრივატიზაციაზე. მაგრამ აი ის რო არ იყოს ჩხუბი და იქ რო დაალაგებული იყოს ნაცები რო ფასებზე ლაპარაკობენ. თან იმისგან განსხვავებით, რასაც მისივე ალიანსი ლაპარაკობთ. აი ალიანსი, რომელშიც ნაცები არიან, ეთქვრის წინ ფასებზე ლაპარაკეს, ეხლა ლაპარაკეს ნაცებმა, რომელიც ოღონდ სხვა რაღაცი ლაპარაკეს, ის არის ლაპარაკეს, რაც მათივე ალიანსმა თქვა. მე საერთოდ მგონია რომ ორივე ცდება. სიამოვნებით შევიდოდეთ დისკუსიას ფასებზე. მით უმეტეს აგერ ქოცების ლაპარაკობენ ამაზე, მაგრამ ვისთან შევიდე, ალიანსთან შევიდე, ნაცებთან შევიდე, ერთად არიან, დაიშალნენ, ვინ გავაკრიტე? ქოცები ისე შევდივართ და დებატებიც კი ქონდათ. აი ქოცებს აი ისე გამოდის, რომ ქოცებსაც კი არ შეეშინათ ამ თემაზე დებატები მოეწყო და იყო ეს დებატები და მინიმუმ რამდენჯერმე ასე საჯარო სიტუაციაში ეს თემა გაირჩია და ამასაც სიამოვნებით გავაკეთებდით მაგალითად ნაცებთან და ალიანსთან, მაგრამ აი ვისთან გინდა დებატი და შევთავაზებ პირობას გაცვლა. მე სიამოვნებით ვედებატებოდი ნიკა გვარამიას მის დაფინანსებაზე და ფასებზე და ასე სიამოვნებით ვინც ყავს შინაარსობრივ თემებზე დებატი. ამაზე ვინც ყავს კვალიფიციური მე არ ვიცი. მე იმხელა შეცდომები აქვს დაშვებული ის ზოგიერთ ნაწილში, რომ არ ვარ დაწუნებული, რომ თქვათ კარგად გააზრებული აქვს, მაგრამ თუ თვითონ გამოყოფენ ადამიანს, ეს არის ჩვენი სოდნე ადამიანი ფასების საკითხში, მე სიამოვნებით ვედებატებოდი. მინიმუმ ისიც საინტერესოა, ნაცებს ხო განსხვავებული პოზიცია აქვს.
ანუ ალიანსი იქნებოდა, ნაცები იქნებოდა, ჩვენ ვიქნებოდით, შეიძლება კიდევ ვიღაცას რამე პოზიცია აქვს. მართლა საინტერესო დებატი იქნებოდა ფასებზე. როგორ მოვიქცეთ, მაგრამ მე ისიც კი არ ვიცი ნაცები საბოლოოში ალიანსში არიან თუ არა. ალიანსი რას ფიქრობს ნაცების პროგრამაზე, ფასების დაწევას, რომელიც ეწინააღმდეგება ალიანსის პროგრამას. აი უბრალოდ ესეთი გაუგებრობა პოლიტიკური ველზე. ამიტომ რაც რომ მალე დასრულდება, მით უკეთესია, მაგრამ მიშა მე მგონი მართალია და ნაცებმა უნდა სერიოზულად მიხედონ ამბავ. თუ არ ეთანხმებიან, აი ბოკოჩავადან დაწყებული სხვა წევრები თუ არ ეთანხმებიან, ენთუზიაზმი თუ არა აქვს, თუ მაინდა-მაინც უნდა ვის უწუნებთ ენთუზიაზმს? მე მგონი აიწრიდეს იქეთ ყველას. ანუ საბოლოო ჯამში მე რაც ვაკვირდები, საჯარო სივრცეში ბევრად უფრო დაბალი გრადუსია ნაცების ვიდრე პირად საუბრებში. პირად საუბრებში საბოლოო ჯამში ბევრად უფრო რადიკალური შეფასებები კეთდება ყოველთვის, მაგრამ ეს შეიძლება ბუნებრივი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მიშამ გახსნა ცეცხლი, მიშამ დაიწყო ეს ამბავი. თან სწორად, არგუმენტირებულად, დაალაგებულად, რამდენიმე დღეზე დიზედ. როგორ შეიძლება დანარჩენმა პარტიამ რაღაც პოზიცია არ დააფიქსიროს და ამიტომ ხო ყველას უწუნებ ფაქტორიულად 1-2 ადამიანის გარდა. კი ბატონო, ფიქრობ რომ მაინც საბოლოო ჯამში რაღაცნაირად განწირულია ეს ალიანსი დასაშლელად? ხო, რა თქმა უნდა. ანუ თან რომც დაუშვათ, რომც მათ სიტყვას მოусმინოთ, რომ ეს არის წინა საარჩევნო გაერთიანება არის. პარტია არ იქნება. არჩევნები რო დაინიშნოს, ხო უნდა დაიშალონ მაშინ. აი მაინც დაიშლებიან, ან თავისინები დაიშლებიან, აი ცოტა ხანი ვიყავით ერთადოდ, ეხლა არჩევნებში უნდა კონკურენტები ვიყოთო, მაგრამ ეს უხერხულად გამოიყურება კიდეც ასეთი მართლა რო გითხრათ, მაგრამ რა ვიცი, არავის არ ქონდა მოვიდნენ, რომ 2 წელი გასტანს ეს ალიანსი, მაგალითად, 1 წელი. უბრალოდ თქვენ ხო პირიქით გულშემატკივრობდით მათ გაერთიანებას, იმიტომ რომ ყველას მაინც ნაცებად მოიაზრებდით, ხო? აი ხა გულშემატკივრობა. კარგია რომ გაერთიანდეს. ოღონდ ნაცებში. ბოლომდე ნაცებში. მიშა ამიტომ მართალია. ალიანსი არ ერქვას და აი ალიანსი კი აი მაგალითად ეხა იქ რამდენი 9 პარტია. ეხა შეიძლება თავისუფლების მოედანს ან კიდე ის რომ EDP რო არის, არ ვიცით ვინ არის იმ პარტიაში და ასე შემდეგ, ისინი გაერთიანებიან თუ არა, ამ შეიძლება ნიშნობა იყოს. დანარჩენები ეხლა საბოლოოში მართლა ნაცები არიან. და რაღაც გაგებით ნაცებში რო შევლენ. თამარ ჩერგოლეიშვილის ნაცია თქვენთვის? ნუ აი აბა რა ბოკერიას პარტია, ჩერგოლეიშვილის პარტია როგორ შეიძლება არ იყოს ნაც სამორჩეულზე მომუშავე პარტია. ქოცები მისცემენ. მომუშავე შეიძლება ხმების წამოღების კუთხით. ხო, არა, ხო, მაგრამ საბოლოოში ეს იმდენად ნაცური გაერთიანება, რომ ქოც სამორჩეული ხმას არ მისცემს. ამაშია თორე ეხა ვიღაცას თუ ასეთი ნაცია, ისეთი ნაცია, მაგრამ ჩერგოლეიშვილის რეიტინგი არაფერს შუაში არის, იმდენად უნიშნელოა, გინდა აქეთ იყოს, გინდ იქ იყოს, მაგრამ აი მაგ გვარამიამ ხო ნახევარი რეიტინგი წაართვა მიშას. ანუ ჩვენ ხო გვესმის რომ აი გვარამიას ახლებში ვის არიან, იმათმა მართლა ძალიან დააზიანეს ნაცმოძრაობა და ხო, ამაზე საუბრობდა სხვათა შორის სააკაშვილი. ხო, ანუ სიამოვნებაში აქ ჩერგოლეიშვილს უბრალოდ რაღაც შეიძლება ნომერ 4-ს დაევალა, პირადად დაავალა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ნაციონალურ მოძრაობაზე მაღალი პროცენტი ქონოდა და მელიამაც უპასუხა ამ ამბავს. აი როგორ შეიძლება ეს საუბარი იყოს ჩვეულებრივად ვითომ არაფერი არ ხდება და აგრძელებდნენ თანამშრომლობას, ხვდებით? ხო, და ამიტომ აქ თავი რა თქმა უნდა ახლები არიან, ან ზოგადად თელ ამ ალიანსში არის ახლები და ნაცები. დანარჩენები რეიტინგი ჯამში, რა ვიცი, შეიძლება 1% იყოს და ამ ნიშნულობა არ აქვს საიქნებიან აქეთ-იქით, მაგრამ ახლების რეიტინგი რო დავამატოთ ნაცების რეიტინგს, ეს გამოდის მიშას რეიტინგი დაახლოებით რაღაც 25% პლუს მინუს აქეთი როგორც არის ხოლმე. ხან ცოტა მეტი, ხან ცოტა ნაკლები და ამიტომ რა თქმა უნდა უკეთესი რო ერთად იყვნენ. მე ჩვენ არ მოგწონს, ჩვენ სულ ამბობთ რომ ნაცები, ქოცები და გირჩები ვართ, იმიტომ რომ გასაგებია, არავინ ხო არ ამბობს რომ გახარია არ არსებობს, ლელო არ. ეხა ხო აღარ არსებობს და ნუ აი ლელო რამდენი ფული დახარჯა რესურსი და ნუ აი რუსთავში და იმაში, ქუთაისში ჩვენ ვაჯობებთ საბოლოო ჯამში აი ამ არჩევნებზე და ცოტა მეტი ფული რო ქონდეს, თბილისშიც ვაჯობებდით მარტივად. ხო და ანუ როგორ გითხრათ, ეხა შეიძლება მამუკა ხადრაძეს ქვემოქმედების ამბავში უნდა ამ ხალხის ხელფასზე შენარჩუნება, მის ლელოშია, მაგრამ როგორც ბიზნესმენი შეხედავს, რამდენი ფული ჩადო ამ საქმიანობაში და რა შედეგი მიიღო, დიდი ხანი უნდა მიხვდერიყო, რომ გახარია რატო არ არსებობს, თვითონ რო არ ჩანს მაგიტო? ნუ აი აბა პარლამენტში არის მისი გუნდი. აი უბრალოდ ხო ხდები. არჩევნებისთვისაც ემზადებიან და ღიადაც ამბობენ. თქვენი ტელევიზიის შეიძლება პირდაპირ თქვენ ეთერშიც იყო ეს ნათქვამი, რომ ჩვენო ტაქტიკა აქვს, გახარი არ გამოვაჩინოთ. მითხრეს არაერთხელ. ხო და აი ხო ხდებით რა პოლიტიკოსი ასეთი, რომლის გამოჩენა საშიშია, რომლის აქტივობა დამაზიანებელია. და ხო მარტო ამიტომ არ გამოვაჩინა, ბიზნამ რეიტინგი შეუქმნა. ოდესღაც როგორც პრემიერს ძალოვანს რაღაც ასეთ ისეც და იმის შემდეგ უნდა გააქრო და არჩევნების წინ გამოყოს თავი, აი აქვარო და ხმები მიიღოს. ანუ ასეთი თვითონ განასხვავებს პოზიციას, ეგ ისეთი პოლიტიკოსი არის გახარია, რომლის საქმიანობა აზიანებს მისივე რეიტინგს. როგორ შეიძლება ეს ნორმალური იყოს და წინა არჩევნები თუ ვიხელმძღვანელებთ, მე მგონი არაფერი კარგი არ ელოდებათ ზოგადად მომავალში და
მე ყოველთვაში გასაგებია პარტიები გაჩნდებიან და გაქრებიან. რამდენი პარტია ალასანიას პარტია იყო, ბურჭულაძის პარტია იყო, რამდენი პარტია გაქრა და რაღაც მომენტში მაღალი რეიტინგიც ჰქონდა და ამ შემდეგ. მე კი არ გამორიცხავ რომ რაღაც პარტია არის არსებობს, ან ჩვენზე მეტი რეიტინგი არ ექნება, რა თქმა უნდა, ბევრი შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ მე ვამბობ რომ რო შეხედო გრძელვადიანად, მდგრადად, რომელსაც აქვს რაღაც პარტიის თვისებები, აი მაგალითად, ვინ შეიძლება თქვას გახარიას პარტიაში, რომ ვინმე რამე გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტი აქვს, ისეთი რომელიც გახარიას ნებას დაძლევს. აი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავინ არ ყავს პარტიაში ისეთი, რომელიც აი ის თუ იქნება წინააღმდეგი დანარჩენ ყველა სხვაზე ვერ გადავაწყვეტნებთ. მაგრამ აი ვინ იტყვის რომ გახარია შეიძლება იყოს ერთაზე, ვიღაც სხვა წევრი მეორეაზე და ამ მეორემ გაიმარჯვოს. აი სახელის კი ასეთია გახარიას პარტია და გახარიებს ვეძახით და ნუ თვითონ რომ გამარჯვებას ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიიდან ვართ. მართლა ისე გესალმებია? კი, სულ მიკვირდა ეს. ანუ არ ხუმრობ? არა, მართლა არ ვხუმრობ, ბევრჯერ მინახავს პარლამენტში, როცა ვერბათ ჩვენ ვართ გახარია საქართველოს ჩვენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია და ამ შემდეგ და აი უბრალოდ ასეთი პარტია, ამიტომ ეს არ არის პარტია, ეს ერთი ადამიანის რაღაც მხარდაჭერა, ისეთი ადამიანია, რომელიც არ უნდა ჩანდეს სივრცეში, იმიტომ რომ თუ გამოჩნდება ბევრჯერ დაზიანდება. როგორ შეიძლება ეს გრძელვადიანად იყოს? მესმის რომ ჩვენზე ორჯერ მეტი რეიტინგი ქონდა 24-ში და შეიძლება 2.5-ჯერ და 21-შიც მაღალი რეიტინგი ქონდა, მაგრამ მე ამას კი არ ვიყო ჩვენ ვიღაცა ვერ გვაჯობებს მეთქი, მაგრამ რომ ჩვენ გრადი ვარ და ვიზდებით და ერთკაციანი პარტიები, როგორც ვარსკვლავი ისე აინთება, ცოტა ხანი იარსებენ და გაქრებიან, იმიტომ რომ ერთკაცია დამოკიდებული და ამიტომ ჩვენ გვესმის რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს მაღალი რეიტინგი. ჩვენ გვესმის რომ ამ ქვეყანაში არის რაღაც 20-25%, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მისცემს ხმას. მე კი გამიხარდება რომ მე წავიღო ის, მაგრამ ჯერ სანამ მე ვიმუშავებ რომ მიხეილ სააკაშვილს ხომ წავარდე, მინიმუმ ვის უნდა მაინც მივაღწიო რომ ეს ელექტორატი არ იყოს დაბნეული. და კაფიო არჩევანი ქონდეს. აგერ სააკაშვილი, აგერ მაგალითად გირჩი. ან ეს პერსონალურად მისი ხმებია, ხო? მისი ხმები, რა თქმა უნდა, მასენდობიან, უბრალოდ რა ვიცი, ახლები რომ დადიოდნენ, რამდენი თვითონ ნაცებს აქვს ნათქვამი, დადიოდნენ კარ-და-კარ 24-ში, ამბობენ რომ ჩვენ მიშასთან ერთად ვართ. ხო და ეს ხო უბრალოდ ცნობილია რომ მიშას ხმებს ართმევდნენ მეტი არავის და ეს გაუგებრობა რაც უფრო მალე დასრულდება, მით უკეთესი. ნახოთ, საინტერესოა 26 მაისისთვის ამ 9 პარტიისგან შემდგარ ალიანსში იქნება თუ არა ისევ 9-ვე პარტია გვაჩვენებს ამას დრო. მადლობა სანდრო რაქვიაშვილს, დღევანდელი ჩვენი ეთერი კი ამით